როგორ გაჩნდა ადამიანი? ადამიანის წარმოშობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კითხვაა მეცნიერებასა და ფილოსოფიაში. ამ თემაზე პასუხი შეიძლება დაიყოს სამ ძირითად მიმართულებად: მეცნიერული, ევოლუციური, რელიგიური და მითოლოგიური. ქვემოთ მოცემულია თითოეული მათგანის დეტალური მიმოხილვა. 1. მეცნიერული ხედვა, ევოლუციის თეორია. მეცნიერული მტკიცებულებების, ანთროპოლოგია, გენეტიკა, პალეონტოლოგიის მიხედვით, თანამედროვე ადამიანი, ჰომო საპიენსი, ხანგრძლივი ევოლუციური პროცესის შედეგია. საერთო წინაპარი. მეცნიერება ამბობს, რომ ადამიანები არ წარმოშობილან თანამედროვე მაიმუნებისგან. ამის ნაცვლად, ადამიანებსა და თანამედროვე შიმპანზეებს დაახლოებით 6-7 მილიონი წლის წინ ჰყავდათ საერთო წინაპარი, საიდანაც ევოლუციის გზები გაიყო. ჰომინიდების განვითარება. ავსტრალოპიტეკი, ავსტრალოპიტეკუს. დაახლოებით 4 მილიონი წლის წინ აფრიკაში გამოჩნდნენ არსებები, რომლებიც უკვე ორ ფეხზე დადიოდნენ, მაგალითად ცნობილი ლუსი. ჰომო ჰაბილისი, მარჯვე ადამიანი. დაახლოებით 2,4 მილიონი წლის წინ. მან დაიწყო პრიმიტიული ქვის იარაღების გამოყენება. ჰომო ერექტუსი, გამართული ადამიანი. დაახლოებით 1,9 მილიონი წლის წინ. მან პირველმა დატოვა აფრიკა, აითვისა ცეცხლი და უფრო რთული იარაღები. აღსანიშნავია დმანისის აღმოჩენები, რომლებიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და უმნიშვნელოვანესია ევოლუციის შესასწავლად. ნეანდერტალელები, ჩვენი ბიძაშვილები, რომლებიც ევროპასა და აზიაში ცხოვრობდნენ და მოგვიანებით გადაშენდნენ, თუმცა გარკვეული გენეტიკური კვალი დაგვიტოვეს. ჰომო საპიენსის გამოჩენა. თანამედროვე ტიპის ადამიანი ჩამოყალიბდა აფრიკაში, დაახლოებით 300,000 წლის წინ. დაახლოებით 60-70,000 წლის წინ კი მათ დაიწყეს მასობრივი მიგრაცია და მთელ მსოფლიოში განსახლება. 2. რელიგიური ხედვა, კრეაციონიზმი. რელიგიური სწავლებების მიხედვით სამყარო და ადამიანი ღვთიური ძალის მიერ არის შექმნილი. აბრაამისეული რელიგიები, ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი, შექმნა მიწის მტვრისგან და შთაბერა სიცოცხლის სული, ხოლო ევა ადამის ნეკნისგან შექმნა. ეს ხედვა ხას უსვამს ადამიანის სულიერებას და მის განსაკუთრებულობას სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით. ინდუიზმი. აქ სამყაროს შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით კაცობრიობა წარმოიშვა პირველი ადამიანისგან, მანუსგან. სხვა რელიგიები. ბევრ კულტურას ადამიანი განიხილება როგორც ღმერთების მიერ სპეციალურად შექმნილი არსება, რომელსაც გარკვეული მისია აკისრია დედამიწაზე. 4. თანამედროვე სინთეზი. დღეს ბევრი ადამიანი და ზოგიერთი რელიგიური მიმართულებაც კი ცდილობს ამ ორი ხედვის შერწყმას, ეგრეთ წოდებულ თეისტურ ევოლუციას. ისინი მიიჩნევენ, რომ ევოლუცია ის მექანიზმია, რომელიც ღმერთმა გამოიყენა ადამიანის შექმნისთვის. შეჯამება. თუ საკითხს ვუყურებთ ფაქტებით და არქეოლოგიურ მონაცემებით, ადამიანი მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე ბიოლოგიური ცვლილების შედეგია. თუ საკითხს ვუყურებთ სულიერ და კულტურულ კუთხით, ადამიანი არის უნიკალური ქმნება, რომლის არსებობას აქვს ზეციური ან მორალური დანიშნულება.